როგორ უნდა მიეჩვიო იმას, რომ იფიქრო ერთ ენაზე, ინგლისურად იფიქრო მუდმივად და არ თარგმნიდე გონებაში სიტყვებს. აი დაინახავ ვიღაცას, რომ არის გაბრაზებული და ამ დროს ქართულად თუ ფიქრობ, ჯერ მოგდის სიტყვა გაბრაზებული, მერე ეს უნდა თარგმნო როგორც angry და მერე უნდა თქვა angry. ამას დრო ჭირდება, ხო? ყველას გვინდა რომ მუდმივად ინგლისურად ვიფიქროთ. ამისთვის გონება უნდა ვავარჯიშოთ. ესე თავისთ არ მოდის რა. უნდა შევეცადოთ, რომ გამოვუმუშავოთ ჩვენ გონებას ინგლისურენოვანი mode, ანუ ინგლისურენოვანი რეჟიმი. ყველაზე ეფექტური საშუალება ამისთვის არის სიტყვების სწავლა ინგლისურად, ინგლისური განმარტებებით. აი შენ თუ სიტყვა angry გაქვს ინგლისური განმარტებით, მაშინ, როდესაც გაბრაზებულ ადამიანს დაინახავ, პირდაპირ angry გახსენდება ეს შუალედური მედიატორი ენა ქართული აღარ გჭირდება საერთოდ. ამოვარდნილია. მოკლედ, ამაზე ეფექტური საშუალება არ არსებობს. რა, თუ გინდა რომ ინგლისურად იფიქრო, უნდა მიეჩვიო ჯერ სიტყვების ინგლისური განმარტებებით სწავლას, მერე უნდა მოახერხო ის, რომ შენითვე შეგეძლოს სიტყვის განმარტება ინგლისურად და მერე ნელ-ნელა გონება გადადის მთლიანად ინგლისურენოვან რეჟიმზე. ამას ვაკეთებთ ზუსტად სასაუბრო ინგლისურის ექსპრეს კურსზე. ამ კურსზე ჯერ ერთი ხო ყველა სიტყვა განმარტებულია ინგლისურად. და თავიდან შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს და თავიდან იფიქრო, რომ არა მაგას ვერ შევძლებ და აი ქართული განმარტებები მინდა და translate-ში და Google Translate-ი და რაღაცები, მაგრამ აი კენწეროში რომ გადკბილდების, მერე გაგახსენდები და მეთქვი მადლობას, რომ რა კარგი ყოფილა სიტყვების ინგლისური განმარტებებით სწავლაო. გარდა ამისა, ამ კურსზე რასაც ვაკეთებთ, არის რომ ინგლისურენოვანი მასწავლებლები გვყავს, ქართული არ იციან, ფიზიკურად ვერ აუხსნი, ვერაფერს ვერ გააგებ. შენ კი აუხსნი, მაგრამ ვერ გააგებინებ ქართულად. ამიტომ გიწევს, რომ მთელი შენი ცოდნის მობილიზება მოახდინო, ყველა საჭირო სიტყვა იპოვო, რომ გააგებინო ადამიანს რაღაცა სხვა გზა არ აქვს და როცა სხვა გზა არ აქვს, ძალიან ეფექტურად ახერხებ ამას. გარდა ამისა, კურსზე გვაქვს თემატური გაკვეთილები. სიტყვები და ფრაზები, რომელსაც ამ კურსზე სწავლობ, ყოველთვის უკავშირდება კონკრეტულ თემას და კონტექსტს და შესაბამისად მათი დამახსოვრება არის ბევრად უფრო ადვილი. შინაარსიანი დამახსოვრება ბევრად უფრო მყარია, ვიდრე მექანიკური დაზეპირება. მოკლედ, გელოდებით ექსპრეს კურსზე, სადაც გავავარჯიშებთ ინგლისურად ფიქრის და ინგლისურად აზროვნების უნარს.